ზგვერდი ცხოვრობდა გიჟი ბებია, რომელიც ყველას აგინებდა. Fuck you, უყურებდა ყველა გამბელს რა და აჩვენებდა შვანათითებს. ვეტენებოდი ჩემს ზრუარ შეეგინა. იქცევი ხელი რომ მოგაწოდო. რა მოიჯი ხარ? ესე იგი ამ პროგრამაში ყიდულობ ბილეთს. ხელა კორპუსებია. ახლა სათვალე მიკეთია. კისერ წევი მედია მთლიან კორპუსს ხედავ. ეს ხო საერთოდ საგიჟეთია. ეს ერთი და თან ეს არა ყველაზე მაღალი. აბა დროებით შემოპირველო სასამართლო ამერიკაში. ნიუ-იორკი მოყვარს შორიდან, ახლოდან უკვე ვეღარვიდან, როცა იქ ცხოვრობდი, ჩემს გვერდით ცხოვრობდა გიჟი ბებია, რომელიც ყველას აგინებდა. Fuck you, უყურებდა ყველა გამბელს რა და აჩვენებდა შვანათითებს. ვეტენებოდი ჩემს ზრუარ შეეგინა. მე რომ ახლა მანქანა მყავდეს, ლამაზ ადგილებში დავიდოდი და ლამაზ კადრებს განახებდი ნიუ-იორკისასაც და ფილადელფიისასაც, მაგრამ ზუსტად ამაზე ეს ვიდეო, რატომ არ მყავს მანქანა და რატომ ვიყავი დღეს იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება 30 დღე ციხეში მომხდარიყავ. უпростоოდ დღეს მეორედ ვიყავი ამ საფრთხის წინაშე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ვიყიდე მანქანა ნიუ-ჯერსიში, როცა მე თვითონ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და მანქანას ჰქონდა rebuild title, რომ მივხვდე, აქ მანქანებს აქვს კიდევ ერთი დამატებითი საბუთი, რომელსაც title ქვია, ერთგვარი სერტიფიკატია, რომელიც აჩვენებს, როგორი ისტორია აქვს მანქანას. და ვის სახელზე არის ეს მანქანა. ხო და არსებობს clean title, სუფთა, არსებობს rebuild title და არსებობს salvage title. clean არის, როდესაც მანქანას არაფერი ცუდი არ მოსვლია და ისტორიაში არაფერი ცუდი არ აქვს. rebuild არის, რომელიც ერთ დროს იყო თუ სწორად მესმის salvage იყო ერთ დროს და მერე გახდა უკვე rebuild, ანუ აღადგინეს და უკვე შეიძლება რომ დადიოდეს გზებზე. salvage არის ისეთი, რომელიც არ შეიძლება რომ დადიოდეს გზებზე. მანქანას salvage ხდება სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, მოხდა ავარიაში და უბრალოდ აღარ შეიძლება რომ დადიოდეს გზებზე და ძირითადად ასეთი მანქანები ჩამოყავთ საქართველოში. ხო და არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც salvage ხდება და ეს არის ის ისტორია, რომელიც ჩემ მანქანას დაემართა. 2019 წელს ჩემ მანქანა მოიპარეს და დაზღვევა იმ მეპატრონეს, ვისაც მოპარეს, გადაუხადა მანქანის სრული თანხა და გამოაცხადა მანქანაზე total loss, ანუ სრული დანაკარგიო, სანამ მანქანა იპოვეს. მერე მანქანა როდესაც პოლიციამ იპოვა, დაუბრუნეს თვითონ სადაზღვეოს. ამ სადაზღვეომ აუქციონზე გაიყვანა და იყიდა ვიღაცამ, ვის შემდეგაც უკვე იყიდა ამ წინა მეპატრონემ ნიუ-ჯერსიში და აღადგინა ყველა საბუთები და უკვე მანქანისთვის ჩვეულებრივ სიარული შეიძლება. მოკლედ, როდესაც ეს ვიყიდე და მივედი ნიუ-იორკში დასარეგისტრირებლად, მომწეს ნომრები, მითხრეს რომ ეს არის თავისუფალი ხარო და title დაელოდეო. შენ სახელზე მოვა ეს title. ეს title დიდხანს არ მოდიოდა და 29 ივლისს ნიუ-იორკიდან გადავედი საცხოვრებლად ფილადელფიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 29 ივლისი. იმიტომ რომ საცხოვრებლად გადავედი თუ არა, შემდეგი ვინ შემოვიდა ბინაში, ეს იყო დაახლოებით ალბათ ერთ თვეში. იმ ადამიანს დავუკავშირდი და ვუთხარი რომ აი ასე და ასე საბუთებს ველოდები, title უნდა გამომიგზავნო და აუცილებლად გამაგებინე მეთქი და რამოდენიმე თვე ეს title არ მოდის. მეუბნება რომ არა, არაფრით არ მოვიდა, ყველას ვამოწმებას შემდეგ და მოკლედ არ მოვიდაო არაფერი. დაახლოებით 3 თუ 4 ნოემბერს ვწერ აქაურ იუსტიციის ზალს, ასე ვთქვათ, DMV-ს, და ვეუბნები რომ ასე და ასე არ მივიდა title. რა გავაკეთო თქო, იმიტომ რომ მანქანას ვერ ვარეგისტრირებ აქეთ ფილადელფიაში. პარალელურად აქ ასეთი წესი არის, სადაც ცხოვრობ, იქ უნდა კონდეს დაზღვევა, იმ შტატში უნდა კონდეს მანქანის დაზღვევა. როდესაც მე 29 ივლისს გადმოვედი ფილადელფიაში, იმ დღესვე გავაკეთე ფილადელფიის დაზღვევა და ვეუბნები ჩემს დაზღვევას, რომ მანქანის დარეგისტრირებამდე რამდენი დრო მაქვს მეთქი. იმათ მითხრეს, რომ 1 თვე გაგვსო და უნდა გადმოიტანო მოკლედ ყველა საბუთებია. როგორც მივხვდი, ეს საბუთები ფიზიკურად ვერ გადავიტანე, იმიტომ რომ ველოდებოდი ამ იმას titles. გადის დრო რამოდენიმე დღე და ეს DMV email-ზე პასუხობს, რომ 29 ივლისს გამოგიგზავნეთ წერილი, სადაც ვამბობთ, რომ შენ არ შეგიძლია title-ის მიღება, იმიტომ რომ ამ მანქანას salvage ისტორია აქვს, ანუ მოპარულის ისტორია აქვს და უნდა გაიაროს კონკრეტული ექსპერტიზა იმისათვის, რომ ისა მიიღო title-ო, ანუ რომ მართლა მოპარული არ არისო. ანუ მე რომ გადავედი ზუსტად იმ დღეს გამოაგზავნეს, დაახლოებით ერთ თვეში იმ ბინაში შევიდა ადამიანი და ფიზიკურად დაიკარგა ეს წერილი. მოკლედ, მითხრეს რაც არის გასაკეთებელი, რაც უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს ექსპერტიზა გავიარო და დაახლოებით რამოდენიმე დღეში ვაგზავნე იმ ფულს, რაც საჭირო არის, ვაგზავნე იმ დოკუმენტებს, რაც საჭირო არის ამ DMV-ში და ველოდები აი ამ გამოცდას, რომ ჩამინიშნონ.
პარალელურად მივდივარ ნიუ-იორკში, როდესაც ეს ყველაფერი უკვე გაგზავნილი მაქვს, მივდიოდი ჩემს შვილთან ძოლთან ერთად ნიუ-იორკში და მოხდა მაგარი საინტერესო რაღაც. მაჩერებს პოლიცია და მეუბნება, რომ შენ ახლა მანქანას ატარებ მართვის მოწმობის და დაზღვევის გარეშე და ამის გამო უნდა გადაგიყვანოთ ახლა ციხეშიო და ბორკილები უნდა დაგადოთ, პირდაპირ ასე ხელებზე მანჩვენებს, რომ ბორკილები უნდა დაგადოთ და წაგიყვანოთ. ჩემ თული გავგიჟდით მანქანაში, რომ რას ქვია კაცო, ერთიც მაქვს და მეორეც მაქვს, ვაჩვენე ნიუ-იორკის მართვის მოწმობა, ვაჩვენე ჩემი დაზღვევა, რომელსაც ამდე ხანს ვიხდიდი და თურმე რა მოხდა. თურმე 29 ივლისს, როდესაც გადმოვედი სახლიდან და შევცვალე აი ეს დაზღვევა, იმ ძველ სახლში, ასევე მაგ პერიოდშივე მივიდა გაფრთხილება, რომ ჩვენო ახლა ნიუ-იორკის მანქანა ხო ნიუ-იორკზე იყო დარეგისტრირებული, ნიუ-იორკის რეგისტრაციაზე ვეღარ ვხედავთ თქვენს დაზღვევასო. ანუ შენმა დაზღვევის კომპანია მომწერა, რომ აღარ გაქვს დაზღვევაო. და მოიტანენ მტკიცებულებებიო. ეს ფურცელიც დაიკარგა. მოკლედ, სანამ ეს ახალი მოსახლე შევიდა იმ ბინაში, სანამ εμას დაუკავშირდი, სანამ უთხარი რომ ტაიტლს ველოდები, ერთიანად ჩემს საქმეზე დატრიალდა ისეთი სიტუაციები, რომ გამიუქმეს მართვის მოწმობა, დამადეს რაღაც ჯარიმები, პლუს ამას თურმე ამ ტაიტლსაც არ მიგზავნიან არავითარ შემთხვევაში და პოლიციელმა როდესაც დაინახა, რომ აშკარად ადეკვატური ხალხი ვართ და არ ვართ ვიღაც კრიმინალები, თქვა რომ მოდი, მე ახლა შენ ციხეში არ წაგიყვან, აჰა შენ ბილეთი, ჯარიმასაც არ გიწერო, შენ მანქანას წავიყვან და გადავიყვან მოკლედ სპეციალურ არესტის ადგილასო და ეგ არის და ეგო. თავარია ამა და ამ თარიღზე მოდი სასამართლოშიო. ცოტა ხანში ირკვევა რა? ირკვევა ის, რომ თურმე ჩემი აი ეს საქმე არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება რომ ციხით დაისაჯოს. მაგრამ ციხე ყველაზე საინტერესო არ არის. ამასობაში ეს მანქანა გადაყავთ, უпростоრად ამასობაში მე, ჩემი ცოლი და შვილი ჩამოგსვეს მანქანიდან ნიუ-იორკში. ეს მანქანა გადაყავთ არესტის ადგილას, ვერ გავიხსენე ეგ სიტყვა ქართულად ვერაფრით. არესტი დაკავების ადგილას გადაყავთ და ეს არის ახლა გამოსაყვანი, იმიტომ რომ ყოველდღიურად, როდესაც ეს მანქანა იქ გაჩერებული არის, ამას ეწერება $80 ზევიდან და ახლა უბრალოდ ბოლომდე უსმინე რა ჯოჯოხეთი გამოვიარე. იმ დღესვე მივდივარ იმ ადგილას, სადაც ეს მანქანა აქვს დაკავებული, უბრალოდ მათ კომპანიაში და ისინი მეუბნებიან, რომ შენ დღეს ამ მანქანას ვერ გამოიყვან, დაგვირეკე ცოტა მოგვიანებითო, 4 საათზე დაგვირეკე, 4 საათზე დავრეკე და აღარ მუშაობდნენ. მერე გადის, ანუ ეს იყო უკვე პარასკევი დღე, წარმოედგინე, შაბათ და კვირას არ პასუხობენ, იმიტომ რომ თურმე არ მუშაობენ და მთელი ეს პერიოდი დღეში $80 ზევიდან ეწერება ამ მანქანას. რეკავ ორ შაბათს მეთქი რა გავაკეთო იმისათვის რომ მანქანა გადმოვიყვანო. თან ახლა უკვე უმანქანოდ ვარ, ფილადელფიაში ვარ, შორი გზა არის აქედან ნიუ-იორკამდე, რა გავაკეთო, როგორ წავიდე და ასე შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს მანქანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლო, იმიტომ რომ თუ დიდხანს არ მეაკითხავ, ადგებიან და აუქციონზე გაგიყიდიან და პლუს ამას აუქციონზე რო გაგიყიდიან ის შენი თანხა რომელიც გადასახდელი გაქვს, ან რამდენხანსაც იყო მან, ისედაც გადასახდელი გექნება. ყველაზე საინტერესო call center-ი, რომელშიც ვეუბნები რომ ასე და ასე ჩემი მანქანა თქვენთან არის და უნდა გამოვიყვანო, რა გავაკეთო, ვეუბნები მანქანის ვინკოდს და ვერ პოულობენ, არ ვიცით სად არის. ერთი დღე დაიკარგა იმაში, რომ მანქანა ვერ იპოვეს, რომ სად ყავდათ გაჩერებული. სამშაბათს ამათ ადგენდა იპოვეს უკვე მანქანა სადაც არის და მეუბნებიან რომ იმისათვის რომ გამოიყვანო მანქანა გჭირდება ტაიტლი, რომ დაამტკიცო რომ ეს მანქანა შენი არისო. მაგრამ როგორც გახსოვს, ტაიტლი ფიზიკურად შეუძლებელია რომ მე მქონო და იმიტომ რომ 29 ივლისს მე თურმე გამომიგზავნეს წერილი რომ შენ ტაიტლს არ გამოგიგზავნით, სანამ გამოცდას არ გაივლიო. და ამ გამოცდაზე მანქანას ვერ გაიყვან, როდესაც პოლიციას ყავს დაკავებული. უბნები, მე ფიზიკურად არ შემიძლია ტაიტლი მქონდეს, ასეთი სიტუაცია, შემიძლია მოგცეთ DMV-დან წერილები რომ მანქანა, ანუ ტაიტლი რატომ არ მეყოლება ასე შემდეგ და ისინი ამბობენ რომ არა ფიზიკურად ვერ გაიყვან ამ მანქანას. გადის 2 დღე რეკვების და ახსნების და სხვადასხვა ადამიანებთან ლაპარაკების ამ call center-ში რომ ასეთი სიტუაცია, ასეთი ამბავია, ფიზიკურად არ მაქვს ტაიტლი, მანქანას როგორ გამოიყვან? ვერ გამოიყვანო ფიზიკურად და არ გაგატანთ მანქანასო ამბობენ. და აქ იწყება საერთო ჩოკი. კორუფცია, რომელსაც მე საერთოდ არ ველოდი ამერიკაში და ფიზიკურად არ მეგონა რომ ასეთ რაღაც არსებობდა. და რაც შოკში ვარ ახლა მართლა რო ვიხსენებ ამ ყველას. ვაგროვებ ყველა მტკიცებულებას რომ ეს მანქანა აშკარად ჩემი არის. ერთ-ერთი მტკიცებულება არის ეს DMV-ს იმეილი, სადაც მეუბნებიან რომ ტაიტლი არ შეიძლება. მეორე მტკიცებულება არის აი ამისთვის ჩანიშნული გამოცდა, სადაც პირდაპირ ვინკოდი წერია, ჩემი სახელი გვარი წერია და ყველაფერი წერია რომ აი ეს უნდა გავიარო, ესა და ეს გამოცდა მანქანაზე ამა და ამ პერიოდში მგონი 11 თებერვალს უნდა არა თებერვალს არა არ მახსოვს მოკლედ 11 რაღაც რიცხვში უნდა გამეარა ეს გამოცდა და 11 რომელიღაცა თვეში არა კაი არ წავშლი ამას მოკლედ 11 რიცხვში რომელიღაცა თვეში ვარ იმათ ოფისში
თავარი ოფისი, სადაც აქვს Nights Towing-ი ქვია, ზუსტად ასე სკრინსაც გამოვაგზავნი. მივდივარ იმათ ოფისში, შევდივარ ამ საბუთებით და მე მოხდება ის ქალი, რომელთანაც მე უკვე ჩხუბი მქონდა call center-ში დარეკვის დროს, აქეთ მეჩხუბა, მე არ ვეჩხუბებოდი, აქეთ მეჩხუბა მაგ ნაპოზარმა მაგან. და მეუბნება, მე შენ ხო გითხარიო, თაითლი უნდა გქონდესო და მე მეუბნები, აჰა, შენ მტკიცებულება საბუთების რომ ფიზიკურად შეუძლებელია რომ თაითლი ამ მანქანაზე არსებობდეს მეთქი და არაო, არ გაგატანთო გინდა თუ არაო. მოკლედ გავგიჟდი. მეთქი სხვა გამოსავალი რა არის? ძველი თაითლის ფოტო თუ გაქვსო, ძველი თაითლის ფოტო მაქვს მეთქი, მაგრამ იქ ძველი მეპატრონე წერია მეთქი. ხო და ადექი და ძველი მეპატრონე მოიყვანეო და იმას გავატანთ მანქანას და გავგიჟდი საერთოდ მეთქი. ანუ მე ახლანდელ მეპატრონეს არ მატანთ მანქანას, მაგრამ თუ კი თაითლზე ძველი მეპატრონე წერია, რომელიც დარეგისტრირებული არ არის, იმათ აატანთ. ვრეკავ ანუ პოლიციის მაგვარი არის, მაგრამ რომელიც აკონტროლებს აი ამ ყველაფერს და მეუბნები რომ ასეთი და ასეთი სიტუაციაა, ჩემს მანქანას არ მატანენ და მეუბნებიან რომ ძველ მეპატრონეს გაატანენ მეთქი. წაიყვანეთო ძველი მეპატრონეო. პარალელურად ვრეკავ call center-ში უკვე აქედან გამოსული და ვეკითხები ჩემი მანქანა რომელ პარკინგზე დგას, ის მითხარით მეთქი, იმიტომ რომ ვიფიქრე თუ კი იქ მივალ მანქანას გამომატანებო. და თან ვუკავშირდები ამ ძველ მეპატრონეს, ვეუბნები როგორი სიტუაცია არის და მოკლედ შენი დახმარება მჭირდება მეთქი და ისიც ამბობს რომ კაი პრობლემა არა, წამოვა გამოგაყვანინებ ამ მანქანასო. მაგრამ მუღამი იმაშია რომ ეს ადამიანი ვერ ასწრებდა იმ დრომდე მოსვლას, ანუ უკვე პარასკევი იყო, მეორე პარასკევი მოვიდა და უკვე იკეტებოდნენ და ფიზიკურად ვერ ასწრებდა მოსვლას იმ პერიოდამდე რომ ეს მანქანა გამოეტანებინათ ჩემთვის და წარმოიდგინე უკვე ყოველ დღე 80 დოლარი ემატება ამ ყველაფერს. და მოდის შაბათი კვირა სადაც არ მუშაობენ, ანუ იქითაურ შაბათამდე კიდევ ვერ გამოვიყვანდი და თან პრობლემა ერთია კიდევ ვერ გამოიყვანო, მეორეა ის რომ ნიუ-იორკში დასარჩენი არსად არ მქონდა, ანუ უკან უნდა წამოსულიყავი ფილადელფიაში და მე ისევ იქით წავსულიყავი უკან. და აქ ყველაზე მაგარი, როდესაც ადგილას მივდივარ, ვაჩვენებ ადამიანს, ვიღაც შავკანიანი ბიჭი იყო, ვაჩვენებ ადამიანს კონკრეტულ საბუთებს და ვეუბნები რომ მოკლედ ასეთი სიტუაცია, აქ ჩანს რომ ეს მანქანა ჩემზე არის. კიდევ ერთი საბუთი მქონდა DM-დან საბუთი რომ ნომრები ჩაბარებული არის და ანუ რეგისტრაცია მანქანაზე ფიზიკურად აღარ არის და ეს ადამიანი მაძლევს ნამიოკებს რომ თუ კი ფულს გადავიხდი, ასე ვთქვა, ცოტათი ზედმეტს ადგებიან და მანქანას გამომატანენ. მოკლედ, ახლა არაფერს უკანონოს არ ვიტყვი, მაგრამ ეს მითხრეს და ეს მანქანა ახლა ჩემთან არის. მე რა თქმა უნდა, გრთამი არ გადამიხდია. რამდენი გადავიხადე? $876, რომელიც აქ წერია, გადავიხადე იმისათვის, რომ მანქანა გამოსულიყო, მაგრამ მანქანა არ გამომაყოლეს. მე იმ ადგილას, სადაც ჩემი მანქანა იყო გადასული, ამას ქვია Staten Island-ი, ცნობილი ფაქტი არის იმისა, რომ აი ამ ყველაფერზე ფულს აკეთებენ და არსებობს ერთგვარი ბანდა, რომელიც აი ასე მძღოლებს, რაც შეიძლება მეტ ფულს ახდევინებს და მითხრეს, რომ არის შემდეგი წესი. იმისათვის, რომ მანქანა გაიყვანო, უნდა გყავდეს towing მანქანა, ანუ ევაკუატორი, რაღაც სპეციალური ევაკუატორი, რომელსაც ჩვენ გავატანთ ამ მანქანასო. თუ არ და სხვანაირად ფიზიკურად ვერ შეძლებ. ანუ ჩვეულებრივი ევაკუატორით, რომელიც იაფიანი არის, იმას ვერ შეძლებ. ვურეკავ ტიპს, ვისაც მეუბნება ეს შავკანიანი ბიჭი, რომ ამას დაურეკეო და ეს დაგეხმარებაო და მეუბნები, რომ მოკლედ აქედან უნდა გადავიყვანოთ ჩემთან ფილადელფიაში მეთქი და ფასი არის $2500. საერთოდ გავგიჟდი, იმიტომ რომ $2500 ახლოსაც არ მქონდა. მთლიანობაში მქონდა აი ეს 800 რაღაცა ფული, ანუ ამის გამოსაყვანი 800 რაღაც $. ზევიდან კიდევ რაღაც ზედმეტმა მაიმუნობებმა წაიღო თანხა იმისათვის რომ ეს მანქანა ჩემთვის მოეცათ და გამოდის რაღაც უნდა მექნა და ის ტიპი მთავაზობს რომ მოკლედო $300 მე ახლა ამ მანქანას გადაგიყვანო ჩემს პარკინგზეო და იმ პარკინგიდან უკვე შეძლებ შენი ევაკუატორით წაიყვანო. ევე ვაჭრე $200-მდე ჩამოვიყვანინე ეს თანხა და ზუსტად 5 წუთის გზაზე $200 წამიყვანა და მეუბნება რომ ეს მანქანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიყვანო, იმიტომ რომ შაბათ-კვირას პარკინგი იკეტებაო და ფიზიკურად ვერ შეძლებ მანქანის წაყვანასო. მოკლედ ხდება საგიჟეთი, მაგრამ მეუბნება რომ თუ კი შენ ამ მანქანას აქ დატოვებ, პრობლემა არ არის, ჩემი პარკინგია, როგორც ხედავ, ბევრი მანქანა დგასო და როგორი სიტუაცია იყო პარკინგი, ასე ვქვათ, დიდი პარკინგი აქ არ არის დიდი არაფერი, ერთი 500 მანქანა იდგა შიგნით და ჩემი მანქანა გააჩერეს გარეთ. აი სადღაც 100. და ეს დგას უნომროდ. ნომრები უკვე აღარ მქონდა. შესაბამისად, პოლიციას უფლება ექნებოდა რომ ეს მანქანა წაიყვანა და ისევ საგიჟეთი მომხდარიყო. რა გავაკეთე? არავითარ შემთხვევაში მანქანა არ დავტოვა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ტიპი არ გაუფრთხილდებოდა. პლუს ამას სანამ იქ ვიდექი დაახლოებით ანუ 1 საათი გავიდა სანამ გადაწყვეტილება მივიღე თუ რას გავაკეთებდი და ამ 1 საათის განმავლობაში პოლიციამ ზუსტად ორჯერ ჩამოიარა მაგ ადგილას და მეთქი შანსი არა ამას აქ არ დავტოვებ, დავიწყე ძიება ვინ წამაყვანინებდა მანქანას ფილადელფიაში. მაგრამ აქ
მანქანის გადაყვანა ევაკუატორით მთლად ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენთან საქართველოში, რომ უცებ დაურეკო, მოვიდეს და წაგიყვანოს. არა. აქ ისე მუშაობს, რომ წინასწარ უნდა დარეკო, უნდა იპოვონ ტრაილერი, ვინც გადაიყვანს შენს მანქანას, ტრაკი ან პიკაპ ტრაკი და ასე შემდეგ და ეს შეიძლება იყოს 1 დღე, 2 დღე და ასე შემდეგ და მანქანის დატოვება იქ ნიშნავდა, რომ უეჭველი წაიყვანენ ისევ და ისევ იგივე ამბების გავლა მომეწევდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ძიების შედეგად ვიპოვეთ ვიღაც ქართველი ბიჭი, რომელსაც პიკაპ ტრაკი ჰქონდა ერთიანი გადამყვანით, ანუ ერთი მანქანის გადამყვანით და აი არ ვიცი, მაგას შემოვევლე მე გულში, სულში, მაგას ვენაცვალე მე, ფასი მითხრა $150, რომ ფილადელფიამდე ჩაგიყვანო. ეს იყო აი როგორი გადარჩენა ვერ აგიხსნი ამ სიტუაციაში ქართველისგან ისევ სხვა ვინ გადაგარჩენს. ყველა კი ამბობს ვითომ ქართველი მიგატოვებს თუ მიგატოვებსო. აქ რომ არა ადამიანობა შემხვდა მესხვეებისგან და ქართველებისგან რომ გაგება შემხვდა და გვერდში დგომა, მე არსად ესეთი არ მინახავს. მთელი დღე მე და ჩემი ახლობელი ვიყავით და ველოდებოდით მაგ ბიჭს, მოდის ის ბიჭი ღამით და ავყავს ეს მანქანა მის ევაკუატორზე, ის მიდის ცალკე, მე მოვდივარ ამ ჩემს მეგობართან ერთად მანქანაში და მე თურმე გასაღები ამ მანქანას მე ჩამომყვა, ის ჩემზე 1 საათით ადრე ჩავიდა, არ ვიცი როგორ მივიდა მასე სწრაფად, მოუწია ლოდინის აწყალს კიდე ჩემს გამო უფრო გაბრას და მოკლედ რა ვიცი, ცუდად იყო და ბოლო ეს მანქანა როგორც იქნა გარაჟში არის. და ამით ახლოსაც არ დამთავრდა უსამართლობები. გინდა გაიგო, კიდევ სად იყო იმის საფრთხე, რომ მე ციხეში მომხდარიყავი. კიდევ რა შეიძლება, კი არა და რა მოხდა რეალობაში, რომ მე ან ეს მანქანა დამეკარგა, ან ქვეყნიდან გავეგდე, ან ციხეში მომხდარიყავი. აი, დაწერე კომენტარი ამ ვიდეოს ქვევით. ნებისმიერი კომენტარი. კიდევ ერთი ბონუს გამოვაცხადებ. ამ ვიდეოს კომენტარებში 2 ადამიანს, ვინც რაიმე საინტერესოს დაწერს, $1000 ვაჩუქებ. $1000 გავუგზავნი 2 ადამიანს და შემდეგ ვიდეოში სკრინს დავდებ თუ ვინ მოიგო ეს 1000 ლარები. ეს არის და ეს. მოკლედ, გაგრძელება იქნება, მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე ჩემი გვერდი, აუცილებლად გამოიწერე ჩემი გვერდი და დაწერე კომენტარი. ერთ შეგახსენებ მარტო, ჩვენი გაცნობის აპლიკაცია უკვე თითქმის 5000-მა ადამიანმა გადმოწერა, ხალხი ერთმანეთს აქტიურად იცნობს, პოულობენ იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობის აგება შეძლებენ. ეს არის ძალიან მაგარი გაცნობის აპლიკაცია, რომელსაც VS Dating ჰქვია. ადექი გადმოწერე რაც შეიძლება სწრაფად. ჯერ მარტო Android-ზე არის, მალე იქნება App Store-შიც iPhone-ებისთვის. ჭკვიანად იყავ.